არ მინდა კონკრეტული ვიღაცების განცხადებებით ამანის თქვა იმანის თქვა ეს ნებისმიერ შეგიძლიათ ხალხო მოიძიოთ მე არჩიბალდისგან შეფასება მინდა მისეული თვითონ როგორ უყურებს ამ სოფლიოში რა პროცესებიც მიდის ამ პერიოდში თავად როგორ შეაფასებს იმიტომ რომ პოლიტიკაში აქტიურია ეს ახალგაზრდა სოციალურ პრობლემებს ეხება ყოველდღიურად და საგარეო პოლიტიკასაც რა თქმა უნდა განიხილავს საკუთარ ანალიზსაც დებს და ამიტომ თხოვე სტუმრობა მინდა რომ ყველა რაკურსით ყველა კუთხით თუ ვინმე სტუმარი მომყავს არჩიბალდ ვასაუბრებ მაქსიმალურად მას ძალიან ზოგად ერთეულ კითხვებს დავსვავ იმიტომ რომ მე საზოგადოებას მივანდო რამდენად მოსაწონია რამდენად გასათვალისწინებელი და რამდენად ჯერად შენი ნასაუბრების მირჩევნია ხალხმა განსაზღვროს ვიდრე მე რაღაცა ტექსტი შევუფუთო და ისე მივაწოდო გონიერი მაყურებელი მყავს და მადლიერი ვარ და პატივისცემიდან გამომდინარე მინდა რომ შენისაუბრო. მინდა ახსნა ძალიან საინტერესო ლაივი ქონდა ერთგან და ვუყურე მე ამ ლაივს და მინდა აგვიხსნა საზოგადოებას როგორ შეაფასებ რა ხდება ირანი-ისრაელის თავს, რატომ დაიწყო პატარა რაკურსი გააკეთე, რატომ დაიწყო ეს ხო ერთი დღის და ორი დღის ამბავი არ არის და რა სარჩულები შეიძლება გქონდეს ამ ამბებს მხოლოდ ნავთობი მართლა ბირთვულზე არის აქ ბრძოლა თუ ანუ ნახე ეს მიანად ჩაშალო როგორც ქრონოლოგიურად შენ როგორც ხედავ ამას კი ბატონო, უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და დაკვირებული ვარ, რომ თქვენ გიყურებთ მორწმუნე საზოგადოება, ძირითადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად, ვინც მოიაზრებს თავს, ამიტომ ცოტა რელიგიურ საკითხებსაც შევეხები, რომ უფრო ნათელი იყოს საქართველოს მიმართება ამ გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარ თავში რელიგიურსაც მოიცავს, იმიტომ რომ ამ ნავთობზე და რაღაცებზე მეტად უფრო რაღაც სხვა რაღაცებიც არის წამოწეული. მცირე შესავალს გავაკეთებ, რომ იცით რომ 1948 წელს შეიქმნა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო პალესტინის ტერიტორიაზე, გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, რასაც მოყვა უდიდესი წინააღმდეგობა არაბული ქვეყნებისგან, მერე ამ წინააღმდეგობის საპასუხოდ 10 წლებში ისრაელმა განახორციელა ლიბანის ოკუპაცია, იორდანიის ოკუპაცია, სხვა ქვეყნების ოკუპაცია და დროსთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად არაბულ ქვეყნებში მოხდა ან რევოლუციური გზით, ან სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდნენ ამერიკის მორჩილი ხელისუფლებები. ანუ ერთადერთი გინდათ სპარსეთის ყურის მონარქიების, გინდათ იორდანიის, გინდათ ლიბანის ხელისუფლებების რეალურად ერთადერთი ფუნქცია არის, რომ აკონტროლონ საკუთარი ხალხი, რომ ხალხმა არ მოითხოვოს ისრაელთან დაპირისპირება. ანუ რეალურად დასავლეთის რაღაც ტიპის აგენტურა ან გარიგებული ხალხი მართავს მაროკოდან ირანამდე ამ ქვეყნებს, რომლებსაც ერთადერთი მოვალეობა არის, რომ რაღაცა ნორმალიზება მოხდა მორჩილების პოზაში იყვნენ ისრაელთან. ნუ მოკლედ ვიტყვი, ეხლა ეს არ არის ჩემი შეფასება შეიძლება ბევრად უფრო მკაცრი იყოს და ამიტომ დავეყრდნობი ABGD საერთაშორისო დოკუმენტებს 1948 წლიდან ოფიციალურად გაეროს მონაცემებით Amnesty International-იც ყველა ანუ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც კი აღიარებს, რომ დასავლეთ სანაპირო ოკუპირებული აქვს ისრაელს. ანუ ის იურიდიულად ამ ოკუპაციას, გენოციდს და აპარტეიდს არავინ არ უარყოფს. შაჰის მმართველობის დროს, ანუ ირანის ისლამურ რევოლუციამდე, ირანსაც მართავდა ესეთი დასავლეთის პროქსი ძალა შაჰის სახით, რომელსაც არ ქონდა ისრაელთან პრობლემა, აი ესე პირდაპირ კონფლიქტში არ შედიოდა, თუმცა იმ შაჰის ბოლო ინტერვიუც კი არსებობს, სადაც იძახის ეს ძალიან ცოტა ორაზროვან რაღაცას იძახის პალესტინელებს აკრიტიკებს, რომ თავით ეჯახებიანო ძალიან დიდ ძალასო და ამერიკელი ჟურნალისტი ეკითხება და რა არისო ეს ძალაო რა და რა არისო დასამალიო მსოფლიოში მედიას, ამერიკასაც კი, ბრიტანეთსაც კი ყველას ებრაელები აკონტროლებენო და ამას ეჯახებიან თავითო და მე უბრალოდ ურჩევდიო რომ არ გაწირონ საკუთარი თავი ამ უთანასწორო ბრძოლაშიო თვითონ ანუ ამერიკის დასმული შაჰი იძახდა ამას. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, რომელიც 1979 წელს მოხდა,
შეიცვალა საერთოდ პოლიტიკური დღის წესრიგი ირანში. სხვა შორის აღნიშნვის ღირსი არის, რომ ირანს ყავდა სეკულარული მთავრობა 1951 წელს აირჩიეს მოჰამედ მოსადეყი, სოციალ-დემოკრატი, პრეზიდენტი, სეკულარისტი სხვათა შორის, მაგრამ მოვიდა თუ არა მოსადეყი ხელისუფლებაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, დაამხეს მოსადეყი, იმიტომ რომ იმან გააკეთა ნაციონალიზაცია ნავთობის, ბუნებრივი რესურსების და ასე შემდეგ. მე წარმოიდგინე, ანუ 53 წლიდან 79 წლამდე ირანი გადიოდა ამ ტალღას. აი, არას ფოტოებს რო აფრიალებენ ხოლმე, რომ აი ის ვაიმე თეირანში რა ლამაზად და სვეცკად ცხოვრობდნენ თუ რაღაცა შაჰის დროს თუ რაღაცა, ეს არის ლაპარაკი, არის მოსახლეობის რაღაცა პროცენტ ნახევარზე არც. მთელი ქვეყანა ცხოვრობდა ტერორში, საბაკი იყო ესეთი უშიშროების სამსახურეო წარმოიდგინო, იმის მუზეუმია დღემდე ირანში, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით ავიწროვებდა ხალხს. აი წარმოიდგინე საქართველოში მაგალითად უშიშროება რო არსებობდეს, რომელიც შენ რო ეკლესიაში შედიხარ თეკლა და უშიშროება რო იდგეს გარეთ და გეუბნებოდეს რომ არა გამოდი არ შეხვიდე, ფოტოები არსებობს მაგალითად როგორ აი პოლიცია რო ძალით ხდის თავსაბურავს ქალებს ქუჩაში და ანუ ჯოჯოხეთებს ატარებდნენ რა. ამა რა თქმა უნდა აკუმულირება პოვა 1979 წლამდე და მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია, რომელმაც ასევე ნაციონალიზაცია გააკეთა ბუნებრივი რესურსების ასშენებ, მაგრამ შეიქმნა ესეთი შერეული მმართველობის მოდელი. იმიტომ რომ მაგალითად ვამბობენ ხოლმე ირანზე, რომ ავტოკრატია და რაღაცა, ხო? ავტოკრატია საუდის არაბეთში რო არის და რელიგიური ფუნდამენტალიზმი ეგეთი უნდა. ანუ შეგახსენებთ, რომ მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნებს ყატარი, საუდის არაბეთი მართავს ერთპიროვნული მონარქი. ან პარლამენტიც არ არსებობს. სულ რაღაც 3 წლის წინ მიიღეს საუდის არაბეთში ქალებმა მანქანის მართვის უფლება. პრავის უფლება მიიღეს 3 წლის წინ. ირანში ეს პრობლემა არასდროს არ ყოფილა. არასდროს. და საუდის არაბეთს რატო არ ბომბავს არავინ იმის ადამიანის უფლებების გამო და ქალთა უფლებების გამო, ხო? იმიტომ რომ გარიგებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გარიგებულია ისრაელთან, სხვათა შორის საკუთარივე მოსახლეობის საწინააღმდეგოდ. ანუ უსასტიკესი მონარქიული დიქტატურა, რომელზეც ანუ ის კი არა რომ პროტესტი ქუჩაში გახვიდე და დაგარბიონ. ანუ ვერც ანუ სანამ ქუჩამდე მიხვა, ანუ იქამდე მოგკლავენ. ანუ პროტესტიც ვერ შედგება ესეთი პოლიტიკური მოწყობა არის ყურის მონარქიებში. ხო და ზუსტად აი ეს რაღაც ცოტა შესავალი იმიტომ გამიგრძელდა რომ ამ 79 წლიდან იცვლება ირანის პოზიცია და ირანი ხდება თითქმის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელიც ღიად პოლიტიკურადაც და თეოლოგიურადაც უპირისპირდება ისრაელის სიონისტურ რეჟიმს. და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ეს მითოლოგია, რომ აი რაღაცა ირანის პოზიცია თითქოს არის, რომ შევარდეთ ისრაელში და ამოვხოცოთ ყველა და ან მაგასაც არ იძახის. ან მაგალითად არსებობენ ებრაელი მეცნიერები მაგალითად Frankenstein მიჭირს ამის გვარის გამოთქვა, ებრაელი მეცნიერია, რომელიც მაგალითად იძახის რას, იცი? ამერიკაში არის ებრაელი მეცნიერი, რომელიც იძახის, რომ ისრაელელების ერთადერთი უფლება არის, ებრაელი იძახის თვითონ ამას, რომ ჩაალაგონ ბარგი ბარხანა და წამოვიდნენ პალესტინიდან ასადონ ცხოვრების უფლება მისცენო. მაგას ირანი მაგასაც არ იძახის. ირანი იძახის დარჩით ყველა, უბრალოდ ისრაელის მაგივრად იყოს ერთი პალესტინა ყველასთვის, ქრისტიანისთვისაც, მუსულმანისთვისაც და იუდეველისთვისაც. ასევე შეგახსენებთ, რომ ირანში ცხოვრობს, ანუ ხო შეუძლია ექსტრემიზმი იქნებოდა, მაგალითად ირანი რო ამბობდეს, რომ აი 70 წლის წინ ევროპიდან ჩამოხეკილი ებრაელები ეხა აიხიკეთ, საიდანაც ჩამოეხიკეთ და წადით საიდანაც მოხვედით, ხო? მაგასაც არ იძახის. და ამასთანავე კიდე უნდა ვიცოდეთ, რომ ირანში ცხოვრობს სამყაროს უძველესი ებრაული თემი, დღემდე ცხოვრობს და ზუსტად იგივენაირად ანუ უჭერს მხარს ირანს სიონისტური რეჟიმის დამხობაში. ბოლო დროინდელი ომი კი არის გამოძახილი და გაგრძელება ღაზას გენოციდისა და ეს გენოციდიც ეხა ხო გარდა იმისა რომ თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და ინტერნეტი გვაქვს და რასაც უყურებთ ხალხი და ცხადი არის რასთანაც გვაქვს საქმე, ამის გარდა მარტო ჩვენი შეფასება ხო არ არის ეს, ხო? ანუ საკუთარი გაერო ამერიკის დაარსებული ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო
ყველა ერთად იურიდიულადაც იგივეს ამბობს. უბრალოდ მოქმედებაში არ აისახება მე, იმიტომ რომ მაინც ისრაელს უჭერენ მხარს, ხო? ანუ ეს ჩემი შეფასება არ არის გენოციდი, ანუ რეჟიმს წარმოგიდგენთ, რომ ქვეყანა, რომლის პრემიერ-მინისტრზე და თავდაცვის მინისტრზე ჰააგის ამერიკის შექმნილ სასამართლოს გამოცხადებული აქვს დაჭერის ორდერი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო, ის რომ ვიღაცას რეჟიმს დაუძახებს. ანუ თვითონ, ჰააგის სასამართლოს აქვს დაჭერის ორდერია გაცემული ნეთანიაჰუზე და თავდაცვის მინისტრზე და ის რომ ვიღაცას რეჟიმს უცხადებს. ეხლა როგორ მივიდა აქამდე, ხო, ეს ამბავი რა? ანუ მოკლედ რომ თქვა, მთავარი არსი მარტო ნავთობი და ირანის რესურსების დაპატრონება და ეს არ არის რა, იმიტომ რომ ამერიკის და ისრაელის პრობლემა არის, რომ უნდა განადგურდეს სამყაროში ის ერთადერთი ძალა, რომელიც ყველანაირი მეთოდებით პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ჰუმანიტარულად თუ ასე შემდეგ და იდეოლოგიურად უპირისპირდება ისრაელის სიონისტურ რეჟიმს. იმიტომ რომ ნავთობი სხვაგანაც არის, კიდევ ბევრი რაღაცა სხვაგანაც არის, მაგრამ ამოცანა არის ეს, რომ გააქრონ ის ერთადერთი წინააღმდეგობაც, რომელიც გააჩნია ისრაელს სამყაროში და ეს თეკლა მე მეუნები არჩიბალდ ხო ნახე განიშნე არ მინდა გამოგჩეს ისე არ მინდა წარმოიდგინოს საზოგადოებამ და მსმენელმა რომ ჩვენ ირანის მომხრები ვართ ირანისტები ვართ იყო კომენტარებში და მაგრამ მე ვარ და ავსნი მაგრამ ხო იმიტომ რომ რეალურ მოცემულობას ხედავს სამართლიანობას ხედავს შესავალს ვაკეთებ ეს დაიწერა რამდენჯერმე და მარტომ შეგაჩერე. რა თქმა უნდა, ანტიიმპერიალიზმის წინააღმდეგი ვარ ნებისმიერ მომენტში და ირანი კი არის, ვინც არ უნდა იყოს. მე რომანტიზებას არ ვახდენთ. არანაირ რომანტიზებას, რეალობას გეტყვით, კაცო, რეალობას გეტყვით. ეს არის ერთადერთი ძალა, რომელიც ამას უპირისპირდება. ტექნიკურად ამის განხორციელებას ცდილობდნენ ასე, რომ თვითონ ამერიკის ფედერალური რეზერვის დირექტორი, ანუ ეროვნული ბანკი, რასაც ქვია საქართველოში, ეგ არის ფედერალური რეზერვი ამერიკაში, იმის პრეზიდენტი სკოტ ბესეტი იძახის თვითონ ყვება თავის პირით, როგორ ხელოვნურად გამოიწვიეს ეს ბოლო ეკონომიკური კრიზისი ირანში. და არ დაგვაუწყდეს, რომ ისლამური რევოლუციის შემდეგ 47 წელი არის ქვეყანა სანქციებში. 47 წელი. სანქციების პირობებში გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ისა, მოკლედ ვიტყვი ერთ ლაივში თქვი ეს ისტორია, რომ ერთხელ გავიცეთ სხვა შორის ანტი-ხელისუფლება ირანელი თბილისში რა. იმან ეგეთი რაღაცა მითხრა, რომ ჩვენთანო რა, ახალგაზრდა იყო რა, რომ ჩვენთანო ეს ამერიკის მეგობრობაო და რაღაცაო და სიტყვის თავისუფლება რაღაცა გონიაო, რომ ეკონომიკურ კეთილდღეობასაც უდრისო რა. საქართველოში რა ჩამოვედი ეგ მითი დამემსხრაო. 47 წელი სანქციებში ვართო და ჩვენზე უბედურება რანაირად გჭირთ გინდა ქალაქში და გინდა სოფელში ასეთი სიღატაკე არსად არ მინახავს დედამიწის ზურგზეო სადაც მე ვარ დამყოფიო 47 წელი სანქციებში და ბოლოს წარმოიდგინე მოუწყვეს ეკონომიკური კრიზისი ისე რომ მთლიანად დაცალეს უცხოური ვალუტისგან ირანი რამაც გამოიწვია ეკონომიკური კოლაფსი და დაიწყო ბაზრის მოვაჭრეების მიტინგი აი ეს ბოლო აქციები რაზეც არის რა რომ ის ბევრი მსხვერპლი რომ მოყვა და ასე შემდეგ ხო დაიწყო ეკონომიკურით რომელსაც შეუერთდა ძალიან პატარა პროცენტია ეგ ირანში ძალიან პატარა პროცენტი შაჰის დაბრუნება რო უნდათ ეგ ხალხი და აქედან ჩაირთო პირდაპირ ანუ ოფიციალურად ეხა ეს რამე ჩემი მოგონილი ხო არა ეხა Facebook-ზე მიდევს ეს ყველაფერი პირდაპირ მოსადი პოსტავდა მოსადი ისრაელის მოსადი პოსტავდა რომ გამოდით ხალხო ქუჩაში იარაღს ვარიგებთ თქვენ გვერდითავართ და ასე შემდეგ ხო ეხა როგორ წარმოგიდგენია რომ ანუ აი კბილებით მოტანილი სისტემა 1979 წლიდან დღემდე რომელიც ამხელა ამერიკის წნეხს უძლებს რომ ის ეხა იმის გამო რომ ამერიკამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია ქუჩაში მოსახლეობის რაღაცა პროცენტი გამოიყვანა მე იმ პროცენტს იარაღი დაურიგა ისრაელმა ქუჩაში მიხვდი და ძირითადად თვითონ CIA-ის ყოფილი ოფიცრები ყვებიან ტაკერ კარლსონთან და სხვებთან ინტერვიუებში რომ ავღანელი ტოლმილები გამოიყენეს ამისთვისო რომლებსაც არანაირი სოციალური გარანტიები არ აქვს ირანშიო და არც სტატუსი გააჩნიათო და ისინი გამოიყენეს იმათ დაურიგეს იარაღი რომ დასაკარგი არაფერი არ აქვს მაინც ქუჩაში ცხოვრობ მაინც პატრონი არ აქვს და მიდი იბრძოლე და ჩვენ მოვალთ და დაგაფასებთო რა 460 პოლიციელი არ მოკვდა მაგ აქციების დროს. რანაირად მოკვდა 460 პოლიციელი თუ მშვიდობიანი აქცია იყო და მეორე მხარეს იარაღი არ იყო, ხო?
და რა თქმა უნდა მსხვერპლი მოყვა მეორე მხარესაც, აქციების მხარესაც და უფრო მეტი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როცა მიზანმიმართულ სახელმწიფო გადატრიალებასთან გაქვს საქმე, არავინ არ აგაყირავებინებს ამ ნაბრძოლ ნატანჯით მოტანილ სისტემას იმის გამო ეხა რომ CNN-ზე და Fox News-ზე ჩაირთო რომ ვაიმე ირანელი ხალხი თუ რაღაცა. თან მუსლიმური სახელმწიფოები ბევრად უფრო ხისტები და სხვა ტიპაჟის ხალხია, კაცო. ჩვენი ფსიქოტიპი საერთოდ სხვა არის, მაგათი სხვა არის. და როცა ხედავენ რომ ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს ვიღაცა არ გაჩუწყნარად არ დაჯდებიან თუნდაც რამდენი ხელმძღვანელობა მოუკლეს უკვე რამდენი სამხედრო მაღალჩინოსანი მოუკლეს უკვე მაგრამ მაინც ვერ ჩამოშალეს კი ვერ ჩამოშლი ეგრე მარტივად იმიტომ რომ ანუ ეს მოვყევი იმის გამო რომ მთელი ეს ომამდე საქმე მივიდა იმის გამო რომ ანუ იმედი ჰქონდათ რომ შიგნიდან ააყირავებდნენ ან კონკრეტული ლიდერების ლიკვიდაცია გამოიწვევდა ხელისუფლების კოლაფს და წარმოიდგინე რომ ესე იგი როგორი უნამუსო გარეწარი უნდა იყო აი ეს ირანული ემიგრაცია რო არსებობს რა მსოფლიოში და საქართველოშიც მათ შორის რომ პირდაპირ გამოდის ამერიკის პრეზიდენტი და იძახის რომ ამ ომის მერეო ირანიო აღარ იქნებაო იგივე საზღვრებშიო დავშლითო იმას ვიზამთ და ამას უჭერ მხარს მიხვდი გამოჩნდნენ მე ის ირანის სახელმწიფო ტელევიზია უსაქმურად კი არის ისიაში მაგას აჩვენებს 24 საათი ხალხს რომ ანუ რისთვის მოდიან და რა უნდათ ხო იმიტომ რომ თან მე რა არის ისიც რომ ეს მაგალითად მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებსაც ასეთი რაღაცები ყოველთვის აფერხებს იმიტომ რომ მაგალითად აი ბოლო წინა თავდასხმის შემდეგ როცა მართლმთელი ერთიანობა აჩვენა ირანელმა ხალხმა სხვა შორის ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდნენ იგივე ის მორალის პოლიცია ასე შემდეგ აი დღესაც მაგალითად თეირანში შეიხედეთ ალ-ჯაზირაზე და იმაზე აი ინტერვიუებს ხო წერენ ხალხთან რა ქუჩაში რა ჩვეულებრივად უთავსაფრო ქალები ტელევიზიას ინტერვიუებს აძლევენ თეირანის ქუჩებში დადიან და ყველა უჭერს მხარს ხელისუფლებას იმიტომ რომ როცა გარედან და მით უმეტეს ისრაელი ამერიკიდან მოდის თავდასხმა რაც არ უნდა კრიტიკოსი იყო ეხლა წარმოიდგინეთ აი წარმოდგენა რომ გქონდეთ როგორი კონსოლიდაცია გააკეთა ამან ირანის შიგნით ხალხის მოსახლეობის წარმოიდგინეთ თბილისში რომ მიდიოდეს მრავალ ათასიანი აქცია ეკონომიკურ თემაზე და უცბად რუსეთის FSB პოსტავდეს Facebook-ზე რომ მიდით ქართველებო ჩვენ თქვენ შორის ვართ იარაღს არიგებს ეხა FSB რუსთაველზე აბა თქვენ იცით ეხა მოვალთ მალე გიშველით ამერიკული ბანკებისგან გადაგარჩენთ ხო დამთავრდა ის აქცია და ყველა ქვეყნის მოღალატე და ჩამოსახჭობი გახდა მეორე დღესვე ხო აი ასე უდგებოდნენ მიხვდი ასე უდგებოდნენ ეს რაც შეეხება ამ ეხლა რაღაცა ხშირად მე Facebook-ზე მეგდო სხვათა შორის არაჩვეულებრივი ვიდეო ჩანაწერი ვისაც გინდა ჩემოდით მე ჩემთან დანახეთ ილია მეორის ვიზიტი პატრიარქის 2001 წელს ირანში ფერეიდაში და მათ შორის აიათოლა ალი ხამენეისთან შეხვედრის ჩანაწერები ხო ეხლა ნახე რას აკეთებს სიონიზმი რა ანუ ეს ებრაული სიონისტური პროპაგანდა მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში სადაც როგორ ჭირდებათ მაგის მიხედვით რა ეძებენ ისტორიულ ტრამვებს და მე ამ ისტორიულ ტრამვებით თამაშით რომ შენ იქნებ რაღაცაში სხვა რომ აი ამ რაღაც ამ პედოკანიბალების იმპერიას და გენოციდების მომხრეებად გაგხადონ რაღაცნაირად და მე უბრალოდ ხვდები ისეთ რაღაცაში რომ უბრალოდ ადამიანებს აღარც ისტორიის გაანალიზება შეუულიათ აღარც არაფერი და ასე შემდეგ ხო აი სულ მომყავს ამის მაგალითი ხო როდესაც ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია 1979 წელს და დაამხეს შაჰი მარტო ხელისუფლება კი არ დაემხო იდეოლოგიურად დაიგმო ის იდეოლოგია ჩამოიშალა ერთი ეპოქა მუსლიმურ სახელმწიფოში დასრულდა და ახალი ეპოქა და ახალი თეოლოგიურადაც დაიგმო იმპერიალიზმი თეოლოგიურადაც დაიგმო ანუ სპარსეთის იმპერიის ისტორია დაიგმო ეგ როგორც ცუდი ბნელი წარსული მიხვდი 2001 წელს პატრიარქის ვიზიტი ვერ შედგებოდა მაგალითად იმ ირანში რომელსაც შაჰი მართავს რაც არ უნდა ლიბერალური შაჰი მოვიდეს ირანში არასდროს არ აღიარებს სპარსეთის იმპერიის დანაშაულებებს არასდროს და აქ ისე გამოაშტერეს ხალხი რომ მემეუნებიან აბა შაჰ-აბასი გინდა და თვითონ დგანან ირანის საელჩოდან და შაჰების დროშასთან აჭარულს ეკვავენ
საქართველოს რომ გადმოვალთ ეგ ამბავიც მინდა და ეს მინდა და მე დაუკვირვებელია საზოგადოება და მედია არაძლევს განათლებას, მედია არ ეუნება ამას, ხო? აი მაგალითად მედია არჩიბალდ ბოლო 35 წელია სპეციალურად ანგრევს ყველაფერს. ხო, რა თქმა ხედავ თუ რამე ღირებული არს. კი, რა თქმა უნდა, რომ მარტივი კოდებით მართონ, ხო? რა თქმა უნდა, ეხა ის რაც დაისვა რაღაც საკითხი, რომ იდეალიზება არ მოვახდინოთ თუ რაღაცა, არანაირ იდეალიზებას არ ვახდენ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები. ყველა ქვეყანა გადის თავის გზას. ირანი მაგალითად ბოლო 1 საუკუნეა მინიმუმ ებრძვის ამერიკულ იმპერიალიზმს. და ბოლოში მივიდნენ იქამდე, რომ ქვეყანას თუ არ მართავს ძალიან შერეული მოდელით პრეზიდენტი, პარლამენტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ასე შემდეგ. ქვეყნის სათავეში თუ არ არის სულიერი ლიდერი, ისე დავიღუპებით ან მოგრთამავენ, ან იყიდიან, ან მოკლავენ, ან ასე შემდეგ. ანუ რელიგია აღმოჩნდა ის შემაკავებელი ირანისთვის, რამაც დროში აჩვენა, რომ ეს უზენაესი ლიდერი არ იყიდება. იმიტომ რომ არის როგორც ეროვნული მოტივებით, ისე რელიგიური მოტივებით შთაგონებული ადამიანი. წარმოიდგინე, რომ გარდა იმისა, რომ წარმოიდგინე შეიარაღება რაც აქვს, ხო? მაგას რო თავი დაანებოდა, სხვათა შორის, ხო მე მაგაზე სოციალურ-ეკონომიკურზე გადავალ სხვა დროს რა. აი თვითონ შეიარაღების მასას რო თავი დაანებო, ჯარისკაცების რაოდენობას თავი რო დაანებო, ამასთან წარმოიდგინე ჯარი, რომელსაც მართავს სულიერი ლიდერი. მაპატიეთ, ეხლა ცოტა უხეშ შედარებას მოვიყვან, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ილია მეორე რო ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თან შევთავსებით. ხვდები ქართულ ჯარს რა мотиваცია აქვს? და თინახი და შელი რო არის თავდაცვის მინისტრი და სად სულიერი ლიდერი. ამ ხალხთან სახმელეთო ომის მოგება არის წარმოუდგენელი. მერე კიდე ხა ის უბრალოდ ცოდნა რო გქონდეს რა განსხვავებას სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის. შიიზმის მთავარი ცენტრი, გარდა იმისა, რომ როგორც ისლამი თავად არის წმინდა წყლის მონოთეიზმი, უბრალოდ წინასწარმეტყველი მოჰამედის გარდა კიდე ერთი ადამიანი ყავთ გამოყოფილი. მისი შვილიშვილი ჰუსეინ იბნ ალი, რომელიც ესე იგი ხალიფატის დროს ხალიფას დაუპირისპირდა და თქვა, რომ არასწორი გზით მიდიხარო და იმან შემოარტყა დიდი ლაშქარი და მოკლა 200, ეს იყო მარტო 200 მომხრესთან ერთად. შიიზმში არის ფუძემდებლური ფიგურა არის ჰუსეინ იბნ ალი, ანუ მოწამეობრივი სიკვდილი სიმართლისთვის. და წარმოიდგინე, შენ აფეთქებ სახლში 86 წლის ლიდერს, რომელიც არც ქვეყნიდან გაიქცა, არც ბუნკერში ჩავიდა, არც არაფერი არ ქნა. ანუ კიდე ცეცხლზე ნავცას ხავ, რომ აი მორიგი მეწამული, მეხტი? პირდაპირ გაიგივებას აკეთებენ ეხა ხამენეის ჰუსეინ იბნ ალისთან, ხდე? ამიტომ არ არის ეს ესეთი მარტივი ასაყირავებელი ქვეყანა და მარტივად ასაყირავებელი. ფაქტიურად წამებული შექმნეს ხალხის თვალში. რომელიც მოწამეობრივი სიკვდილი არის შიიტური ისლამის ღერძი ფუნდამენტია, მაგათი არსებობი და მაგათი მიაჩნიათ, რომ იქ 64-ში მოხვდებიან ამ ყველაფრის გამო. ოღონდ სიმართლის გამო და ტირანიის წინააღმდეგ. უბრალოდ ბრძოლაში არა, ეხლა რომ რაღაცა იქ TBC ბანკის ჯარისკაცმა საქართველოს ბანკის ჯარისკაცი მოკლა მაგის გამო არა. ხო, ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა, რომ გვესმოდეს რაში არის საქმე. და რაც მთავარია, თანამედროვე საქართველოს რესპუბლიკას თანამედროვე ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი პრობლემა არც იდეოლოგიური და არც არანაირი ილია მეორე სიტყვებს გავიხსენებ, აგრე გაუმარჯოს ირანის და საქართველოს ძმობას და მეგობრობასო ხამენეისთან შეხვედრის დროს. მაგრამ ნახე რაზე თამაშობენ რა. მაგალითად, აი თურქეთს რომელსაც წაღებული აქვს საქართველოს ტერიტორიის, კულტურის, ენის, ხალხის უდიდესი ნაწილი, თურქეთი დღეს არის ზუსტად იგივე რესპუბლიკა, რომელმაც ეგ გააკეთა. ზუსტად იგივე ათათურქის დაარსებული რესპუბლიკა არის დღეს. ის ეხლა მეგობარია და ნახე იურიდიულ პასუხისგებლობაზე ვამბობ რა. შენ ირანის ისლამურ რევოლუციაზე ვერ მოთხოვ პასუხს შაჰაბასზე მაგალითად, იმიტომ რომ გეტყვის რომ შაჰაბას მეც ვგმობო. მიხდი? შაჰაბასი ჩემთვისაც დასაგმოვია. იმიტომ რომ უკვე შეცვალეს. თურქეთი არის ზუსტ კი არ შეცვალეს დაგმეს. და თურქეთი არის ზუსტად ის რესპუბლიკა, რომელმაც მოგაჭრა საქართველოს უდიდესი ნაწილი. დღესაც არის ეგ რესპუბლიკა.
ხო და ამიტომ რაღაც აბსურდია ხოლმე რა ესეთ რაღაცებზე ლაპარაკი და ამიტომ მინდოდა რომ ეს მცირე ისტორიული ის ძირითადი საკითხები გამომეაშკარავებინა რა და გონი გასაგები არის რა და ძალიან ნახეთ ეგ ჩანაწერი ძალიან რთოთ ილია მეორისა ვიზიტი ირანში ფერეიდაში და შეხვედრა აიათოლა ალი ხამენეისთან ძალიან საინტერესო არის მართლა მე ეხლა ისაც არ ყავთ სტუმარი გამოწერილი გამოიწერეთ აუცილებლად მას თავისი ჩატარხიც აქვს სადაც სიახლეებს ვიდეოებს სოციალურ პრობლემებზე რასაც წერს ხოლმე ყველა ვიდეოები იმ ჩატარხში იყრება ხოლმე და ძალიან საინტერესოა შეიძლება გემოვნება პოლიტიკური ერთი არ გვაქვს მე ვამბობ რა კონკრეტულ ხალხს ნახე რატო ხმი ახლა ყველა კატეგორიაა ეხა შემოსული ის ვინც შენ გისმენს ის ვინც მეც მისმენს ხოლმე ამიტომ გიხსნით ხალხნო რომ შეიძლება პოლიტიკურად არის საკითხები რაშიც მე და არჩიბალდი არ ვთანხმდებით მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ეხა ობიექტურ მოცემულობაზე რაც არის და ზუსტად იმიტომ საინტერესებს რომ მოისმინოს ჩემი აზრი და თქვენ უგასმენოთ ჩემი აზრი და არა რომ აუცილებლად ის რაშიც გეთანხმები ორივე ხელებაწეული გეთანხმები და ხმას არ ვიღებ ხო ამიტომ კარგია როცა ხალხნო განსხვავებული აზრების მიუხედავად გასმენინებთ ზუსტად იმ განსხვავებულ ადამიანს ეგ არის ჟურნალისტობა ეს არის ობიექტურობა მეტი არაფერი ირანის რომანტიზებას არ ვახდენთ ეს აგიხსენით რამდენიმას დაწერეთ კომენტარში ყველას გითხარით და ვინც ცენზურას არ ცდებით ზედმეტად იქნებით და არ დაგბლოკავთ. ძალიან გთხოვთ, 1-2-ც არ დამებლოკოს დღეს. გთხოვთ, იმიტომ რომ ჩემთან ეს სიტუაცია უკვე მიჩვეული ხართ, რომ ცენზურის გარეშე არ უნდა დავიწყო. ისეთ ეკლა მე არ მაქვს ამ კომენტარებზე არანაირი პრობლემა, პირიქით ბევრ ძალიან პოზიტიურ კომენტარს ვხედავ და მაგასაც აჩვენებს. ამიტომ მაგაზე მე გირჩევ რომ შენ დრო არ დახარჯო ჩვენ ვისაუბროთ აშნი. რამეს კითხვა თუ ამოვარდება ისეთი რომელიც მიგაჩნია დამახსოვრებული. ხო, თუ მიგაჩნია რომ ის რა ქვია უნდა დამისვე კი ეს არის და შესაბამისად ეხა დღეს მდგომარეობით იცით რა მდგომარეობაც არის რომ ვერ ქნეს ისე დაბომბეს ირანელ ხალხს ვათავისუფლებთო და 1500 მშვიდობიანი მოსახლე ყავთ უკვე ჩახოცილი და პირველი იერიში სიმბოლურად მიიტანეს სკოლაზე სკოლას ესროლეს ბომბი პირველად და თვითონ ეხა რა ქვია ტრამპის ლაპარაკობს რომ იძიებთო და რაღაცა და ნუ რა გამოძიება უნდა ვიდეოები ყრია ამერიკული ტომაჰაკი თუ რაღაცა ქვია მაგ იმას რაკეტას ის ესროლეს ხო ამიტომ რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს როცა ისეთ რაღაცა ამაზრზე ძალასთან გაქვს შეხება როგორც არის ისრაელი ამერიკის ტანდემი რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება იკანონ შეიძლება ატომური ბომბის გამოიყენონ იმიტომ რომ ისევ ამერიკა არის ისტორიაში ერთადერთი ქვეყანა რომელმაც ეგეთი ჯოჯოხეთი იკადრა საერთოდ და თან ისე დროს როცა საერთოდ აღარ ჭირდებოდა უბრალოდ საბჭოთა კავშირისთვის რო ენახებინა რომ მე მაქვს რაღაცა ამის გამო კაცობრიობის ისტორიაში რო არავის არ უკადრია ეგეთი რაღაცა იკადრა და ეხა დღევანდელი ამ ეპშტეინის რეჟიმისგან რა უნდა გაგიკვირდეს საერთოდ მე არ ვიცი რაზე არის საერთოდ ლაპარაკი ხო და რა თქმა უნდა ეხლა მოდი კიდე ცოტა ისეთ ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე რა ნახე კუთხით როგორ შეეხო მსოფლიოს რეგიონს და ამ რეგიონში უკვე მოყოლილი საქართველოს ეკონომიკურ სოციალურ ეკონომიკური კუთხით როგორ შეეხო ეს ომი და რა შეიძლება ძალიან მომეწონა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის არაჩის განცხადება რომელიც სხვათა შორის ამერიკელების კუმირი გახდა უკვე მთელი ამერიკულ ინტერნეტში რო შეიხედო ამ არაჩის ფან-კლუბი არის გახსნილი რომ მიდი ტრამპს ააცალე თავით თუ რაღაცა ეს არაჩი თქვა ძალიან სწორად მომეწონა ძალიან ირანი 47 წელია ცხოვრობს სანქციებშიო და უცბად გაირკვა რომ დასავლეთის ქვეყნები 3 დღე ვერ უძლებენ ეკონომიკურ კრიზისსა და დიდი ის არისო ფორიაკი ატეხილი იმიტომ რომ იცით რომ ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოვიდა და თქვა რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებებიო გერმანია რომელიც თავიდან მხარს უჭერდა ამერიკას გამოვიდა გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმერი და მერციც და თქვეს რომ საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა არისო ირანზე თავდასხმა უკვე ან გამოდიან მაქიდან და ცდილობენ პირიქით შემაკავებელი როლი ითამაშონ. ეხლა ეკონომიკურ ჭრილში რა თქმა უნდა ამან ძალიან დიდი პრობლემა შექმნა დასავლეთისთვის. შტატები არის ამერიკაში, სადაც $8 ავიდა ბენზინის ფასი და აი თავისთავად ეს ფენომენი ნახეთ, აი როგორი საინტერესო ფენომენია, ხო, რომ
როგორ მუშაობს თანამედროვე ნეოლიბერალური იმპერია რა ამერიკა ამ შემთხვევაში ხო ანუ თითქოს ვენესუელას ნავთობი წაიღო თვითონ არის ნავთობის დიდი მწარმოებელი ომნისაც თვითონ ესე ტაქტიკურად თვითონ იგებს ხო როგორც სამხედრო მაგრამ რატომ გაძვირდა ბენზინი ამერიკელისთვის მეხტი ანუ ამერიკელი იხდის ომსაც ხალხი თვითონ ბიუჯეტიდან და მე ამ ომით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიც ამერიკელი ხალხის გადასახდელია და ტრამპი გამოვიდა და სხვა შორის მოკლე ვიდეო გავაკეთე ამაზე რომ აი ამაზე უკეთ როგორ გააგიხსნათ როგორი დამპალი იმპერია ამერიკა რომ საკუთარი ხალხისთვისაც არ არის თქო რა ტრამპი გამოვიდა და იძახის რომ ნავთობის ფასის ზრდაო ჩვენთვის კარგიაო იმიტომ რომ ამერიკა არის ნავთობის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაა და ჩვენ ვინ არის ანუ ამერიკის ნავთობელიტა ანუ კრიზისით რომ ფასები გაძვირდა ამერიკის ნავთობ ელიტა უფრო ძვირად გაყიდის ამერიკელებზე ბენზინს ამერიკაში ანუ ამერიკის ინტერესი საერთოდ არნიშნავს ამერიკელი ხალხის ინტერესს რაღაც კონკრეტულ რეჟიმზეა საუბარი რომელიც პროსტ თავის ჯიბეს ისქელებს და ამ ომებსაც ხალხის ბიუჯეტით აფინანსებს ეხლა რაც შეეხება გლობალურ კონტექსტში რომ დავინახოთ ირანი ეკონომიკურად რა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩნდება ესეთი ფენომენი სახელი რა გლობალური სამხრეთი ანუ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა ზოგმა ეგრევე ზოგმა 70-იანებამდე 80-იანებმა გაწელეს მაგალითად იტალია საფრანგეთი დიდი ბრიტანეთისგან მალტამ საერთოდ როდის მიიღო იცით დამოუკიდებლობა 82 წელს აგერ მალტამ იტალიასთან რომ მალტა არის ბრიტანეთმა 82 წელს გაუშვა მანამდე ის იყო კოლონია ოფიციალურ ქვეყნის გარეთ და აფრიკული ქვეყნები და ასე მოკლედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გლობალური სამხრეთი ეწოდება ან ხშირად გვიყვარს ხოლმე ეს იგი ცოტა მოძველებული გაგება არსებობს რომ თითქოს სამყარო არის დაყოფილი დასავლეთად და აღმოსავლეთად რა ამ დროს დასავლეთად და აღმოსავლეთად კი არ არის დაყოფილია გლობალურ ჩრდილოეთად და გლობალურ სამხრეთად იმიტომ რომ მაგალითად აი რო ავიღოთ ხო კულტურულად ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია არის ორი ევროპული კულტურიდან აღმოცენებული კოლონიალური სახელმწიფო ერთი თქვა პორტუგალია ესპანეთის გავლენით მეორე ბრიტანეთი საფრანგეთის გავლენით ხო მაგრამ არსი ხო ის არის ორივე ქრისტიანული ორივე ევროპული ენით ორივე ისა მაგრამ ბრაზილია და ამერიკას შორის განსხვავება რა არის რომ ბრაზილია არის კოლონიზებული ამერიკის მიერ ბუნებრივი რესურსებით დოლარით იმით ამით ანუ სამყარო კულტურულად კი არ იყოფა სამყარო იყოფა ეკონომიკურად ანუ დასავლეთი და აღმოსავლეთი კი არის ჩრდილოეთი და სამხრეთი რა და ესე არის სამხრეთის ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს რომ ფიზიკური ოკუპაცია კი დასრულდა მაგალითად სამხრეთ ამერიკაში აფრიკაში აზიის სხვადასხვა ქვეყნებში მაგრამ არ დასრულებულა ეკონომიკური კოლონიზაცია ანუ ახალი ფორმები შეიძინა კოლონიზაციამ თქვათ ადრე თუ პირდაპირ მოდიოდნენ სახელმწიფო გადატრიალები და გეუბნებოდნენ რომ აი ნავთობს წავიღებ ოქროს წავიღებ იმას წავიღებ ეხლა მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ბანკი გეუბნება რომ აი მე შენ გასაესხებ ფულს ოღონდ მიიღე კანონი ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციის შესახებ და მე ამერიკული კომპანიები მორბიან უცბად მყიდველები ეგენი არიან და ასე შემდეგ და ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს მე სხვადასხვა პროვოკაციებს ხო ირანი არის გლობალური სამხრეთი ამ ომმა ნახე როგორ მინდა ეხა ეკონომიკურად ჩვენ გლობალური სამხრეთი ვართ ჩვენს გლობალური ხო ნახე რას გეკითხები ამ სიტუაციაში ნავთობთან დაკავშირებით რომელმა სახელმწიფოებმა იხეირა ამ მოცემულობით რუსეთმა პირველ რიგში რუსეთმა ყველა რეალურად ამერიკა ხო მტერი უნდა იყოს რუსეთზე რატო უნდა იყოს და ეს აუხსენი ეს მოცემულობა ამ ხალხს რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომ აქეთ რუსეთი მოძლიერდეს მარტივად დავასრულებ იმას ასაჭრებოდი მაგაზრს რა მოკლედ ხალხო ირანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა არსი ამ კონფლიქტის არის ეკონომიკური თავისუფლება რომ მე მაგალითად პირობითად ირანი X Y საქართველოს თუ ვიღაცა ჩემი ქვეყანა ჩემი რესურსებია მე თვითონ გადავწყვიტავ როგორ იყოს და რანაირად იყოს და შენ დუმად გახარ იარაღით თავზე ამისთვის იბრძვის ირანი ბოლო 1 საუკუნეა
და კიდე ბევრი ქვეყნები, უბრალოდ იმ ბევრი ქვეყნებიდან განსხვავებით ირანს შესაძლებლობა და ამბიცია აქვს იმის, რომ დაგიპირისპირდები. არ არსებობს რელიგიით, იმით თუ ამით შევკრავ ხალხს ისე, რომ დაგიპირისპირდები და ვერც ამაყირავებ და ვერც იმას ვიზამ და გაიძულებ, რომ მაღიარო მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში თანაბარად. და ეგ არის ჩვენი ბრძოლაც, ქართველებისაც. აი ამ ბანკების, აი ამ ნეოლიბერალური სისტემის, უბრალოდ ირანისგან განსხვავებით, მე იმას კი არ ვამბობ, რომ რაღაცა ირანის პოლიტიკური სისტემა უნდა გადმოვაკატავოთ საქართველოში. არა, მიმართება. ანუ აი კოცები რასაკეთებენ, ხო? დასავლეთთან ჩხუბი აქვთ მარტო ძალაუფლებაზე, მეტი არაფერზე. ბანკები, ბუნებრივი რესურსები, წაიღეთ ყველაფერი, გაძარცვეთ, გაგაძარცვინებ, მთელ ქვეყანას არ გაოხრებინათ, ეგზისტენციალურად მათ რაც ეხება იმაში არ ეთანხმებიან. ძალაუფლება მარტო. ძალაუფლებაში ქონდათ კონფლიქტი დასავლეთთან, მეტი არაფერთან. მეტი არაფერი. დარჩენი წაგაღებინებ, გაგაძარცვინებ, მთელ ქვეყანას არ აქვს პრობლემა, მიხდი? ირანს ამ ორივესთან აქვს პრობლემა. არც ძალაუფლებას მოქცენ და არც ქვეყანას გაგაძარცვინებ, მიხდი? და გაიძულებ დროსთან ერთად, რომ შესაბამისად მექსიკა იქნება, ბრაზილია იქნება, ირანი იქნება, ჩინეთი იქნება თუ რომელიმე რაღაცა პატარა ქვეყანა, ვინც აი ამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესებულ დღის წესრიგს ებრძვის, ყველას ბრძოლა არის ჩვენის ბრძოლაც. იმიტომ რომ ჩვენც გლობალური სამხრეთი ვართ. ორღობე ვართ ამერიკული და რუსული კაპიტალის. გასაძარცვი. თავიდან ბოლომდე ისე რომ თან ხმას არავინ არ იღებს, რავი, ჩემი და კიდე ერთი ორი ადამიანის გარდა და პოლიტიკური მოძრაობისა. ხო, აი ძალიან ცოტა, ხო, ეს ხო მეინსტრიმში არ არის, რომ ვაიმე საქართველო არის გასაძარცვი ტერიტორია, ხო? და იმ ქვეყნებში არის, მიხდი? ხო, ეხა დავუბრუნდეთ თეკლას კითხვას, რაც იყო, რომ ვინ ხეირობს ყველაზე მეტად, რა. მთელი ამერიკული მედია, ევროსაბჭოს პრეზიდენტიც კი გამოვიდა და თქვა, რომ ეს კონფლიქტი არის პირდაპირ რუსეთის გაძლიერება თავიდან ბოლომდე. იქამდე მივიდა საქმე, რომ ევროკავშირმა აგერ 2 დღის წინ გადადო კენჭის ყრა რუსული ნავთობის დაბლოკვაზე. ანუ კანონი უნდა მიიღოთ, რომ 2027 წლიდან საერთოდ 0-ზე დავიყვანთო, ეხლა დღეს მდგომარეობით მაინც ყიდულობენ და ზელენსკის ევროკომისიამ შეუტია, რომ დროჟზე ის დრუჟბა გახსენიო. ესე იგი, ევრონიუსის მონაცემებით საშუალოდ დღეში 7 მილიარდ დოლარს აკეთებს ახლა რუსეთი. აი ამ კრიზისით. ანუ რუსეთი დაინტერესებულია ამ ომით, ამ ენერგო კრიზისით, ხელისუფლების აყირავებით ირანში არა, მაგრამ იცის რომ არ აყირავდება, ამიტომ დაინტერესებულია რომ დიდხანს გაგრძელდეს, რომ დიდხანს ამ ძალიან გაზრდილი ფასებით იყიდონ მისგან ნავთობი. და რუსეთისთვის დღეს ეს ფული არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფისკალური კრიზისი აქვს, უცხოური ვალუტის ნაკლებობა აქვს, ძალიან ბევრი რაღაცა, აი გავსებენ ეხა ამას და თუ გინდა ორ თვეში ისევ ჩაიკეტოს, არ არის პრობლემა. ხო და არ არის ეგრევე. კომენტარებში დაგვიწერეს ერთი შეკითხვა ამ თემას თუ შეეხებითო და მე აი ესე შევფუთავ მადუროს თემა, ვენესუელის ამბავი ახსენეს და აი ამ ეს მინდა ისი ახსნა ეს ამბავი, რომ საზოგადოება მარტივად დაინახოს, რისთვის აკეთებს ამერიკა და რისთვის დგამს ესეთ ნაბიჯებს. რა პრეცედენტი იყო ის, რომ საკუთარ სახელმწიფოში შეუხვდა ადამიანს, ცოლთან ერთად მოიპარა, რა იყო ეს მსოფლიოსთვის, რა აჩვენა ამ ამბავმა, იქნება ესეც მოყვე გკითხეს და მაგითო. ეხლა ზოგადად მაგალითად სამხრეთ ამერიკაში რო არსებობენ ეგეთი ქვეყნები როგორც არის ვენესუელა, რომელთაც სხვა გზა არ აქვს რომ რუსეთს ეპარტნიოროს და მე რუსეთმა გამოტყავოს გინდა აფხაზეთის აღიარება, გინდა ცხინვალის აღიარება, ეს არის თავიდან ბოლომდე ამერიკული კოლონიზაციის შედეგი, იმიტომ რომ იმ ქვეყნებს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, რომ რუსეთის გარდა ვინმე სადმე პარტნიორი ყავდეს, იმიტომ რომ ეს ეხა კი არ დაიწყო, ეს არის პრეზიდენტ მონროს დროინდელი, მონროს დოქტრინა ქვია ამას, როდესაც ამერიკა იყო ეგეთი რაღაცა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა უნდა იყოს აშშ-ის ორღობე, უკანა ეზო, სადაც ბუნებრივ რესურსებს, საფინანსებს, ყველაფერს გააკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები და ვინც კი ხმას ამოიღებს, ყველას სახელმწიფო გადატრიალებას მოუწყობენ და ეს დაიწყო ოპერაცია კონდორით 70-იან წლებში, პინოჩეტი, პირველი უსიცხლიანესი სამხედრო დიქტატორი, ხო, ანუ ამერიკის მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება ჩილეში და სხვაგან და ასე შემდეგ, ანუ მთელი
იმ კონტინენტებს ატერორებენ. რა თქმა უნდა, ხა ჩემთვის ის არის, რა ქვია, კატეგორიულად ის იყო, რა ქვია, მიუღებელი, როცა ვენესუელა, გინდა აფხაზეთი აღიარა, გინდა ცხინვალი აღიარა, მაგრამ იგივე იმ საერთაშორისო სამართალს ბოდიშკა. ან იმ ქვეყნის მისამართით არ უნდა დაგეკარგოს ობიექტურობა, რა გააკეთა ამერიკამ და ძალიან სწორად იქცია. საშიში პრეცედენტია. იმიტომ რომ როცა ამერიკა აკეთებს ეგეთ რაღაცებს, მიხვდი? ეგ ვენესუელის პრობლემა არ არის მარტო, ეს უკვე გიჩვენებს, კი? ან პრეცედენტი იდგება, აი პრეცედენტი იდგება საშინელი, მიხვდი? და მე ხო ხვდებით ხალხო რომ რამხელა პროპაგანდაში იფუთება, რომ აუ მადურო აზის ხალხს. ხო, კაი, მოიტაცეს მადურო, სადაა, რატო არ მოვიდა ახალი ხელისუფლება? ტრამპიც ხო ამბობს თვითონ რომ არაო იმას ის ოპოზიციის ლიდერი ვარ ვიღაც ქალი გაქცეული, არა აქვსო დასაყრდენიო ხალხშიო და მანამდე CNN-ზე რო გეკითხა, თურმე მთელი ვენესუელა იმ ქალზე ლოცულობდა, როდის მოვა ხელისუფლებაშიო და ეხლა თვითონ იძახიან რომ ხალხში დასაყრდენი არა აქვს. ხო და საშიშ პრეცედენტს ქმნის ერთი მეორე ანუ არის უბრალოდ ამერიკის პოლიტიკის ნაწილი რომ თუ მაგალითად ანუ ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა გლობალურ დიდ ზალებთან არ გაუვა ბოლომდე თავისი, მაშინ დაუბრუნდება მონროს დოქტრინას, როცა ამერიკა საერთოდ არ იყო ევრაზიის კონტინენტზე და მთლიანად მაშინ გადაერთვება სამხრეთ ამერიკაზე, რაც ჩვენთვის არის ძალიან საშიში პრეცედენტი, იმიტომ რომ მაგას რუსეთი აღიქვამს სიგნალად, რომ მაშინ მე აქ დავჭი, მე გავაკეთებ იგივეს აქ. აი ეს არის საშიში პრეცედენტია და ნახე, გადამრჩენელის სტატუსს ირგებს, როცა ძალადობს სხვა სახელმწიფოზე და რუსეთსაც ანალოგიური შეუძლია გააკეთოს. ეს დავწერე Facebook-ზე ესეთი პოსტი. მოკლედ, ესე იგი, ზოგადად გაერო ჰაგის სასამართლო და საერთაშორისო სამართალს, რასაც ვეძახით, ეს თავის დროზე არის, მიუხედავად იმაში, რომ ძალიან ბევრი საჭირო და მისაღები და გადაუდებელი რაღაცებიც არის ამ საერთაშორისო სამართალში, რაზეც დღეს ძალიან საშიშ ზონაში შეგვიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთელი მსოფლიო. იმიტომ რომ როცა ეს საერთაშორისო სამართალი ემსახურებოდა ამერიკის და ისრაელის ინტერესებს, მაშინ იყო ბოლომდე მთელ ქვეყნებს გადაუვლიდნენ ამ საერთაშორისო სამართლის სახელით, რომ იქ ადამიანის უფლებები დაიღვა, იქ რაღაცა სამი კაცი მოკლეს, ამიტომ ჩვენ ახლა უნდა შევარდეთ იმ სამი კაცის გადასარჩენად, რაღაცა. აი ამას ემსახურებოდა, მიხვდი? როგორც კი საკუთარივე შექმნილმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მაგალითად ჰაგის სასამართლო და მათ შორის გაერომაც უბრალოდ იურიდიულად ვეღარ უარყვეს, მაგ აბსურდამდე ვერ მივიდნენ, გინდა ამერიკის შეერთებული შტატების დანაშაულებები ღაზაში, ისრაელის დანაშაულებები და ასე შემდეგ, თვითონ დაიწყეს ამ სისტემის განადგურება. და პირდაპირ გეუნებიან, რომ ეხა არსებობს მარტო ძალა. ადრეს ეგრე იყო რეალურად, უბრალოდ ის საერთაშორისო სამართლის ბუტაფორიაში იფუთებოდა, რა მიხვდი? მაგრამ ეხა წარმოიდგინე, ეს ჩვენთვის რა საშიში პრეცედენტია, რომ აი მაგალითად პრეცედენტად მოვიყვან 2008 წლის აგვისტოს ომს, როცა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია, შემოვიდა საქართველოს ჯარებით, ხო? 2008 წელსაც კი სხვა სამყარო იყო, ვიდრე ეხლა. იმიტომ რომ 2008 წელს, აი გინდა ევროსაბჭოს დასკვნაში, გინდა ტალიამინის დასკვნაში, გინდა აი სააკაშვილი რატო არ მოგწონს, ხო? და რატო მიგვაჩნია რომ 2008 წელს რაღაც მოღალატეობრივი პოლიტიკა აწარმოა, ხო? იმიტომ რომ 2008 წლის დასაწყისში დასავლეთ ევროპის და ამერიკამ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. აღმოსავლეთ ევროპას დღემდე არ უღიარებია უმრავლეს ქვეყანას. აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. რასაც მოყვა პირდაპირ რუსეთის განცხადება, რომ ვიმოქმედებთ სარკისებრად. ზუსტად იგივე. ეხლა ნახე რა ხდება. აი ამიტომ იყო სააკაშვილი მოღალატე, რომ ეს რაღაცა შეთანხმება გაფორმდა, როგორც ჩანს ამერიკასა და რუსეთს შორის, რომ კაი, აგერ მე კოსოვოს ვაღიარებ და შენ თავში გვაგიხლია, მინდი იქ საქართველოს დაკორტნე, არ არის პრობლემა, რა მიხვდი? ევროსაბჭოს ნაცემა რო ხმა უწიეს მაგას და კეზერა რო ყვება საპარლამენტო დაკითხვაზე მაგას ადრე რომ კასეტური ბომბებით დაუბომბეთო ცხინვალიო. რუსეთმა რა გაკეთა, აი რასაც ვამბობ რა, რომ 2008 წელსაც კი სხვა სამყარო იყო თქო. Copy paste-ით, აი ესე ანუ კოპირებით ზუსტად ბრიტანეთმა და ამერიკამ რაც ჩაწერეს მიზეზად
კოსოვოს აღიარებაზე, იცით რა ჩაწერეს კოსოვოს აღიარებაზე? არც ცალკეერიაო, არც ცალკე სახელმწიფოებრიობის ისტორია ქონია არასდროსო, მაგრამ როგორც სერბებისგან დაჩაგრულსო, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები დაარღვია სერბეთმაო კოსოვოსთან ომის დროსო, როგორც ჩაგრულებს, ამიტომ ვაძლევთ თვითგამორკვევის უფლებას და სახელმწიფოებრიობასო. ზუსტად აი ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში რო ჩაიწერა რომ საქართველოს კასეტური ბომბები დაბომბაო ცხინვალიო, აი ზუსტად ესე გადაწერა ეს რუსეთმა და თქვა რომ არ ქონია სახელმწიფო არც ცხინვალს და არც სოხუმს არასდროს, მაგრამ აი როგორც თქვენ კოსოვო აღიარეთ ჩაგრულად, აი ხა ესე აღიარებ მე ჩაგრულად თქვენივე დოკუმენტების მეშვეობით ცხინვალს და სოხუმს და აღიარებ მე. ანუ რისი თქმა მინდა იცი, რომ დიდი იმპერიები რა, რუსეთი, ამერიკა 2008 წელსაც კი ცდილობდნენ რომ საერთაშორისო სამართალზე მოერგოთ ოკუპაციები და ანექსიები, მიხვდი? რაღაცა სამართლებრივ ლოგიკაზე. და დღეს აშშ რასაც აკეთებს, საერთოდ ბუტაფორიის დონეზეც აქრობს ამ სამართლებრივ ლოგიკას. და უბრალოდ უნდა ვიждეთ და ვილაპარაკოთ რომ ვის უფრო მეტი ძალა აქვს. და შიდა ეგ გვაწყობს ჩვენ ქართველებს ვის უფრო მეტი ძალა აქვს, მაგ ლოგიკით არსებობს. ერთი პანკი მოერევა თუ ორი და გააჩნია რა შემთხვევაში. აი ეგ არის ზუსტად. ეხა არჩიბალდ ნახე საით მინდა წამოვიდეთ. მინდა უკვე გადმოვიდეთ. აი მართლა ის არის ნერვები მეშრება ხოლმე რომ ამ რაღაცა უაზრო რიტორიკებით ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობასაც და ყველაფერს საფრთხესაც კი ანუ შემოგაქ ლოგიკა რომ ანუ რადგან ამერიკამ თავზე გადაიხია საერთაშორისო სამართალი რომ მოდი ჩვენს ქართველებმაც გადავიხიოთ. კაი ამერიკამ რომ გადაიხია, ამერიკა არის მსოფლიოს ნომერ პირველი სამხედრო ძალა. მე მგონია რომ გაცნობიერებული არ გვაქვს არჩიბალდ რა ქვეყანა ვართ. ბოდიში ეწოდი ამერიკა ცუდია თუ კარგია არ აქვს მშობა ნომერ პირველი სამხედრო ძალაა მსოფლიოში. იმან რომ საერთაშორისო სამართალი გადაიხია თავზე, აი უნდა და გადაიხია. შენ რისი მედად იხევ ქართველი? მაგას ეყრდნობი მარტო. მაგ წესრიგს მსოფლიოში. აბა ძალაზე თუ მიდგა და ძალების გაზომვა დაიწყე, ეხა უნდა მაშინ ვიждეთ და ამოვწდეთ რომ აბა ეხა თურქეთი მოერევა თუ რუსეთი და ჩვენ ეხა მე მაგის მიხედვით ან თურქეთის გუბერნია ვიყოთ ან რუსეთის, იმიტომ რომ ჩვენ ძალა არ აქვს, იმათ ძალა აქვს. ეგ ლოგიკა ნუ შემოგაქვთ ქართულ პოლიტიკაში და აცნობიერში, თორე დამღუპველია ჩვენთვის პირველ რიგში რუსეთთან მიმართებით, რომელსაც თანაც სალაპარაკოდ გვაქვს მარტო საერთაშორისო სამართლის ენა, მეტი ენა ჩვენ რუსეთთან არ გაგვაჩნია. იმიტომ თუ მარტო ძალას დატოვებ რუსეთთან სალაპარაკოდ, შენ თვითონ იტყვი რომ აპატიე წავაგე რა აზრი აქვს ვაფშე ლაპარაკს. ბატონო, ნახე სად მინდა ეხა წამოვიდეთ, უკვე გადმოვიდეთ, რადგან რეგიონზე დავასრულეთ საუბარი, მინდა საქართველოზე გადმოვიდეთ. რამდენად აქვს გაცნობიერებული ჩვენს ხელისუფალს და სახელმწიფოს მმართველობის ის იქნება ეს საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი იქნება, ზოგადად მმართველ ძალას, რამდენადაა გააზრებული ამ მოცემულობაში რა რეგიონში ვართ, რამდენად იაზრებს საფრთხეებს, რა შეიძლება მოყვეს იქ თუ ესე გაგრძელდა სიტუაცია. ამას და მე უკვე მინდა საელჩოსთან ცეკვა ტაშფანდურზეც ამ საფრთხეზეც მინდა გესაუბრო, რატომ მისცა ხელისუფალმა უფლება და შენ კარგად იცი 2-3 კაცი შეუძლიათ დააკავონ სათითაოდ გთვლიან ხოლმე აქციებზე, თავებს გვითვლიან ხოლმე და რაოდენობით ბევრნი არ ხართო და რატომ მისცეს ამის უფლება, რომ არ დომოდათ ხო ვერ მისცემდნენ ამ ყველაფრის უფლებას და ამაზეც მინდა რომ ისაუბრო. ეს იგი პირველ რიგში შესავალს გავაკეთებ იმისა, რომ ძალიან კარგი არის რომ შესავალი გავაკეთე იმაზე, რომ საქართველო არის რეალურად გლობალური სამხრეთი თქო. მაგრამ საქართველოს რომ გლობალური სამხრეთია, ეს არასდროს არ აისახება საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაში. იმიტომ რომ ზუსტადაც ქოცებს, ოლიგარქებს, დიდ ბიზნესმენებს, ფულიან პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ საქართველოში არანაირად არ აწყობთ. ეს მინდა რომ კარგად გესმოდეთ. საქართველოს გლობალური სამხრეთის კონტექსტში ჩასმა. იმიტომ რომ ძალიან კომფორტულად ზიან ლონდონის საფონდო ბირჟებზე, ამ ბანკებში, გადასარევად არიან. ერთადერთი კონფლიქტი აქვს ძალაუფლებაზე.
ამიტომაც არის ხელისუფლების რიტორიკა, რომ ჩვენ უფრო მაგარი ევროპელები ვართ, ვიდრე თვითონ ევროპელები და ჩვენ უფრო კიდე უფრო მეტად ვიცავთ ევროპას, ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი და ასე აი ეს რიტორიკა აქვს მაგის გამო რა, მიხდი? იმიტომ რომ გლობალური სამხრეთის კონტექსტში რომ ჩაქსვა საქართველოს, მიხდი? მაშინ უნდა დაიწყოს ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, უნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს უნდა შეუტიო და თქვა რომ აღარ მინდა ამ შენი რეკომენდაციებით ცხოვრება და ასე შემდეგ და ამის მაგივრად ქოცები დილიდან საღამომდე სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ტაშებს აზიარებენ რომ აი მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკა ყვავის 8%-ით გაიზარდა სავალუტო ფონდი და ხო გლობალური სამხრეთი ნიშნავს რომ მაგ ინსტიტუციებს უპირისპირდები და ამბობ რომ აღარ მინდა მე ამ ტურიზმის და კრედიტების და კაზინოების ქვეყანა ვიყო და ქოცები ეგ არ არიან ქოსებს არ აქვს დასავლეთთან მაგაზე პრობლემა. ამიტომ მიდის ეს რაღაცა ცრუ რიტორიკა, რომ ჩვენ უფრო მაგარი ევროპელები ვართ. რაც შეეხება ტაქტიკურ სვლებს, ანუ აი ამ მიმდინარე იმაში, სხვათა შორის ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, თლიანი სახელმწიფო პოლიტიკა რო იყოს გამართული გლობალური სამხრეთის ჭრილში, ანუ გაანალიზებული რო იყოს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით გლობალური სამხრეთი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი თვითონ გლობალური ჭრილოეთი იყო. ანუ სოფლიოს მდიდარ ნაწილში გადიოდა რა. ხე ზედა ნაწილი ჭრილო და ქვევით იყო სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ ლათინური ამერიკა, აზიის ქვეყნები და ასე რომლებიც ბევრად უფრო ჩამორჩენილები იყვნენ მით უმეტეს მაგ დროს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველო გახდა გლობალური სამხრეთი. დიდი მსხვილი ტრანსნაციონალური კაპიტალის ორღობე, მათ შორის რუსულისაც, ამერიკულისაც და ყველასი, საერთოდ იმიტომ რომ ყველაზე არის ღია. ამას საქართველოს ხელისუფლება არ იძახის. საქართველოს ხელისუფლება იძახის, რომ მე ვარ ევროპა, ანუ კარჩი მე ვარ სვეცკი, აი ესე ხალხისთვის გასაგებად რო თქვა და ურსულაზე უფრო სვეცკები ვართ ჩვენ მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი კობახიძე და მაგას ვასწავლი მე ხა სვეცკობა როგორ უნდა. აი ადამიანურ ენას გასაგები გლობალური სამხრეთის გარეშე რო თქვა, ჩვენი ხა საგარეო რიტორიკა არის ის, რომ ჩვენ უფრო სვეცკები ვართ ვიდრე ბრიუსელში და მაგას ვანახებ ხა როგორ უნდა სვეცკი ტექსასმელი და იუკა მაკა ბოჭორიშვილი დღეს ისე გამოიბრანჭება ურსულას შეაძურეს თავის პიჯაკებით. აი მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ჩვენი საგარეო იმის ლოგიკა კულტურულად.